რა ასაკი შემიიჩნევა ზოგადად კრიზისულ ასაკად ბავშვისთვის და რა უნდა მოიმოქმედოს მშობელმა, რომ ეს კრიზისული ასაკები უფრო ნაკლებ მტკივნეულად გადაიაროს ბავშვისთვისაც და მშობლისთვისაც. როდესაც ვამბობთ ხოლმე, რომ ბავშვს რეალურად შეიძლება 4 კრიზისული ფაზა ქონდეთ, მშობლებს ყოველთვის ეცინებათ ხოლმე, რომ ანუ ეს არასდროს არ დამთავრდება ხა, მაგრამ ადრეული განვითარების ეტაპებზე ძალიან ხშირად კრიზისული ფაზა იწყება ხოლმე წლინახევრის ასაკში. როდესაც უკვე მე ეს არ მინდა, ან მე მინდა და მე იდენტობა შემოდის ხოლმე. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებული ყურადღება მაინც ადრეული განვითარების კრიზისებს უნდა მიაქციოს მშობელმა, რადგან ხშირად ეშლებათ ხოლმე ასაკობრივი კრიზისი რაღაცა ტიპის დარღვევასთან. მაგალითად, წლინახევრის ასაკის ბავშვი შეიძლება არ მეტყველებდეს, რადგან აშკარა იყოს ინტელექტუალური დაყოვნება, მაგრამ მშობელს ეგონეს, რომ მიპროტესტებს და სწორედ ამიტომ არ საუბრობს ბავშვი. აქედან გამომდინარე, 4 ფაზა გვხვდება ხოლმე რეალურად, როდის შეიძლება კრიზისულ ასაკებს ველოდოთ. ეს არის წლინახევრიდან 2 წლამდე, შემდეგ უკვე არის 2-დან 3 წლამდე და დანარჩენი ძირითადად მოზრდობის პერიოდში, ეგრეთ წოდებული გარდატეხის ასაკში გვხვდება ხოლმე. რაც შეეხება რა შეიძლება მშობელმა გააკეთოს, სასურველი იქნება, რომ ჩვენ ზოგადად გვაქვს კულტურა იმის, რომ ბავშვი პედიატრთან ვატაროთ პერიოდულად. ძალიან დიდი სურვილი მექნება მე იმის და რეალურად ბოლო პერიოდში დაიწყო, ვიქნები გულწრფელი, რომ ფსიქოლოგებთანაც უკვე აქტიურად დადიან ხოლმე კონსულტაციაზე, რომ რაღაც პირობითად არ გამორჩეთ. გულისხმობ იმას, რომ ეგრეთ წოდებული ასაკობრივი კრიზისის პროტესტები არ აერიოთ ხოლმე რაღაც განსაკუთრებულ პროტესტებში, სადაც სპეციალისტის ჩართულობა შემდეგ უკვე აუცილებლად მნიშვნელოვანი იქნება.